ჩვენთან შეთანხმებული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არსებობს საკანონმდებლო აქტები, რომლის საფუძველზეც ასეთი ტრანზაქციები ხორციელდება და რა თქმა უნდა, მთავრობასთან იყო შეთანხმებული ეს ნაბიჯი. ბუნებრივია, აქვს თავისი პოლიტიკური გრძნობიარობა ასეთ საკითხებს შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო მთავრობასთან, ბიზნესის მხრიდან, როდესაც ბიზნესმა გამოთქვა ასეთი ინტერესი, როდესაც ბიზნესმა მიიღო ეს წინადადება, ჩვენთან იყო შეთანხმებული და ჩვენ დავინახეთ სარგებელი, რა თქმა უნდა, მათ შორის დობის აღდგენის კუთხით. ინიციატივა მოდიოდა არა ბიზნესიდან, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქებიდან თუ საოკუპაციო რეჟიმიდან. არა, იქ არ ვიცი კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ საუბარი, მაგრამ შეიქმნა საწვავის დეფიციტი, ეს იყო პრობლემა. და თხოვნა იყო ამ საწვავის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მოგმართა ბიზნესმა და ჩვენ მივიღეთ ხარდამჭერი გადაწყვეტილება. ჩვენთვის თავარი იყო ის, რომ იყო დეფიციტი, გაკეთდა იქიდან მიმართვა ბიზნესის მიმართ და შემდეგ ბიზნესმა შეგვეთანხმა ეს საკითხი და ასე დაალაგდა ეს ყველაფერი. ისტერიული კამპანია იყო ზოგადად, იმიტომ რომ მათ ჩვენს ოპონენტებს არ მოწონთ დობის აღდგენის პროცესი და ისტერიკა ამას უკავშირდება. რაც შეეხება რუსეთის წყალებში მომარაგებას, ხო? რუსეთის მოხმარება რაც არის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამის 0.001%-ია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში. ხა აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ, რა ქვია, საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში. ხო, ბაზების მომარაგებაზე, ბაზები გონიათ, რომ ბორბლებზე დგას და აქეთ-იქით მოძრაობს. სრული აბსურდია. ლაპარაკი იმაზე, რომ სამხედრო ბაზა იყო მომარაგებული ამ საწვავით. ნებისმიერ ბაზას თავისი საწვავის მარაგი აქვს და ეს საწვავი მოიხმარება ძალიან იშვიათად, ხო? იმიტომ რომ ბაზა არ არის მოძრავი ობიექტი. ბაზა არის სტატიკური ობიექტი. ანუ ყველანაირ აბსურდში შევიდნენ. რატომ? იმიტომ რომ აქ ისტერიკა, როდესაც ხედავენ, რომ გარკვეულმა ნაბიჯებმა შეიძლება ხელი შეუწყოს დობის აღდგენას, ჩვენს ოპონენტებს აქვთ ისტერიკა. ამიტომ გამოაგორეს ბოდიში კიდევ ერთხელ ჟარგონისთვის გამოიყვანეს თქვენი პარტაქტივი ბარამიძე და გააკეთებინეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მასობრივად ხდებოდა ტყვეების დახვრეტა ქართველების მიერ აფხაზეთში. ხო, ყველაფერი ამას ემსახურება. ეს მთელი კამპანია, ისტერიული კამპანია, საწვავის შეტანის წინააღმდეგ, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება, რა მიზანსაც ემსახურებოდა კიდევ ერთი უცხოელი აგენტის პარამიძის განცხადება იგივე თემასთან დაკავშირებით.